მეწარგო ვარჩაპეთ ძირფასო პრემიერ-მინისტრო მეწარგო ვარჩაპეთ გუბახიძე ძირფასო პრემიერ-მინისტრო ბატონო ირაკლი კარავალცუნერი ჰარგაჟანა სომხეთის და საქართველოს მთავრობათა წევრებო ქალბატონებო და ბატონებო კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ჩემს ბედნიერებას რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩემი მეგობარი ბატონი ირაკლი ეწვია სომხეთს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად სომხეთი და საქართველო მაღალი დონის შეხვედრები და მთავრობათა შორისი ეკონომიკური თანამშრომლობის წლიური შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცხადყოფს იმას, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მდიდარი დღესასწაულის მქონეა. წინა წლებში განსაკუთრებით 2024 წელს მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია იქნა ხელმოწერილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებას მრავალი მიმართულებით. დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი ეხებოდა ბევრ საკითხს: ტრანსპორტს, კომუნიკაციებს, ენერგეტიკას, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას, ჯანდაცვას, კულტურას, განათლებას, მეცნიერებას და კიდევ მრავალ საკითხს, რომელიც არსებულ და სამომავლო პროექტებს ეხება. ვაღიარებ, რომ ჩვენი მოძმე ერი მეგობრული განწყობით ძალიან კონკრეტული ძლიერი რეალობის წინაშე იმყოფება საქართველო და სომხეთი. უპირობოდ უჭერებთ ხაზს ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ერთმანეთს ზრუნვით და პატივისცემით ვექცევით და ზრუნავთ ერთმანეთის პრიორიტეტებზე, პოზიციებზე, არა მარტო არ დავუშვებთ რაიმე საზიანობის, არამედ ერთმანეთის ინტერესებსაც ვიცავთ. საზოგადოებები ჩვენს ქვეყნებში იზიარებენ ძალიან ბევრ ტრადიციას, კულტურულს, იქნება თუ ისტორიულს და ჩვენ გაგვაჩნია ის ფასეულობები, რომელიც ეფუძნება მეგობრობას, პატივისცემას და ეს კლდეშია ნაკვეთი. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთის ინტერესებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო მიმართულებით ერთმანეთის გაძლიერებისთვის. მე ქართულ მხარეს ვეუბნები, რომ ჩვენს ინტერესებშია, რომ ხელი შევუწყოთ და მოვახდინოთ ეკონომიკური თანაშრომლობის გარკვეული ფაქტორების გაძლიერება, მოხდეს აზერბაიჯანთან მიმართებით ბლოკირებული მექანიზმის მოხსნა. მე ხაზი გავუსვი იმ პროექტს, რომელიც შემოგთავაზა ჩვენი მთავრობის წევრებმა. ეს არის მშვიდობის გზაჯვარედინი, ასეთი სახელწოდებით მოიხსენიება და ზოგადად საქართველოს ჩართულობით მთელს რეგიონში და ყველა ქვეყნის მონაწილეობით იქნება მნიშვნელოვანი. რაც შეეხება რეგიონალურ და ფართო რეგიონალურ თანამშრომლობას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მიმართულებით განვავითაროთ ურთიერთობა. ჩვენ მზად ვართ შავი ზღვის ელექტრონული წყალქვეშა კაბელის განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ მშვიდობა და სტაბილურობა არ მიგვიღია მოცემულობა, ჩვენ არსებულ მდგომარეობას რეალურად ვუყურებთ და ჩემს კოლეგას ვესაუბრე ამ საკითხზე, სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესზე და ხაზი გავუსვი იმას, რომ სომხეთმა კონკრეტული რეკომენდაციები შესთავაზა და გამოსავლის გზები შესთავაზა აზერბაიჯანს და ჩვენ ველით, რომ სტრატეგიული პასუხიც მოვა აზერბაიჯანიდან. ჩვენ ვუდასტურებთ ჩვენს ქართულ კოლეგას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის გასაძლიერებლად და ასევე ვუთხარით ჩემს კოლეგას, რომ დემარკაციის და დელიმიტაციის საკითხი საქართველოს არა და სომხეთს და აზერბაიჯანს შორის, ამ ორ ქვეყანას შორის დაიწყება ამ პროცესის შემდეგი ნაბიჯის სახით და საზღვარი ამ სამ ქვეყანას შორის იქნება
სწორად გაწერილი. საქართველოს მთავრობის მეთაურთან ჩვენ გქონდა საუბარი იმ პროცესზე, რომელიც ეხება ჩვენი ორი ქვეყნის სომხეთის და საქართველოს საზღვრის დემარკაციას და დელიმიტაციას ჩვენ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს გამოვიყენებთ იმისაც, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა გაღრმავდეს, განვითარდეს და გაძლიერდეს ჩვენი ურთიერთობები მომავალში. დიდი მადლობა მაქვს, ახლა სიტყვა გადავცე ჩემს კოლეგას ბატონ ირაკლი კობახიძეს. პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მინისტრებო, დელეგაციის წევრებო, მოხარული ვარ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ ვიმყოფები ერევანში, რა თქმა უნდა, ჩვენი ორხრივი ვიზიტების სიხშირე მეტყველებს იმ განსაკუთრებულ ინტერესზე, რომელიც აქვს ქართულ მხარეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით. მე მინდა კულტურის ასმიძლობისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, ჩვენს სომეხ მეგობრებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ძალიან დიდი ხნის მეგობრობა, თანამშრომლობა და მოხარული ვართ, რომ ეს მეგობრობა და თანამშრომლობა გადაიზარდა სტრატეგიულ პარტნიორობაში ჩვენს ქვეყნებს შორის. ამ პარტნიორობას და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას აქვს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა მთლიანად ჩვენი რეგიონისთვისაც, ისე უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის, კეთილდღეობისთვის და მდგრადი განვითარებისთვის. დღეს როგორც მოგეხსენებათ, გაიმართა საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-14 სხდომა. ეს სხდომა იყო ნაყოფიერი, იყო პროდუქტიული. მე მინდა გადავუხადო მადლობა სომხურ მხარეს ჩვენი დელეგაციის ძალიან მაღალ დონეზე ასმიძლობისთვის. აღნიშნოს, რომ ამ კომისიის სხდომების რეგულარულად გამართვა ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ორხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის და იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც არის ასახული გასულ წელს ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციაში. ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ურთიერთობა არ გამომდინარეობს მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვიდან. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის, რაც ვქვით კომისიის სხდომაზე, ჩვენს პარტნიორობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი იმ ისტორიული მეგობრობის სახით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ხალხებს შორის. ეს არის ჩვენი ურთიერთობების მთავარი ფუნდამენტი. ეს არის ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კავშირი და მეგობრობა და სწორედ ამას ეფუძნება ურთიერთპატივისცემა ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს მთავრობებს შორისაც. დღეს გქონდა ძალიან საინტერესო ორხრივი შეხვედრაც პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან. ვისაუბრეთ ორხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მრავალხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე. ასევე ჩვენ გავცვალეთ მოსაზრეები იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც წარიმართება ჩვენს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში. რა თქმა უნდა, თანამედროვე მსოფლიო არის გამოწვევებით სავსე და სწორედ ამ გამოწვევების გათვალისწინებითაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენ ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვაზე. რა თქმა უნდა, ეს პროცესები, რომლებიც ვითარდება ჩვენს გარშემო, გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კუთხითაც ჩვენი თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს ყოველთვის გამოთქონდა მზაობას, ხელი შეუწყოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის დამკვიდრებაში, რაც ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობა. რა თქმა უნდა, მომავალშიც მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ რეგიონში მშვიდობას და განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პატივსცემთ ერთმანეთის სტრატეგიულ ინტერესებს, ერთმანეთის სუვერენიტეტს, ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ჩვენს სომეხ მეგობრებს ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პარი მხარდაჭერისთვის. საქართველოს სომხეთს შორის ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უკავია ორხრივ სავაჭრო ეკონომიკურ თანამშრომლობას, ურთიერთობებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დღევანდელი კომისიის სხდომის განხილვის მთავარი თემა იყო სწორედ ეკონომიკური პარტნიორობა. მოხარული ვართ, რომ წლების განმავლობაში ამ მიმართულებით პოზიტიური ტენდენცია გაგვაჩნია, რა თქმა უნდა, სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებში. განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი და ჩვენთვის თავარია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ და რა თქმა უნდა ამ თემებზე ქონდა საუბარი ჩვენს როგორც ორხრივ შეხვედრაზე, ასევე კომისიის დღევანდელ სხდომასაც.
დასასრულს მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ურთიერთობას, ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი და ასევე ძალიან დიდი პერსპექტივები. ჩვენ რა თქმა უნდა გამოხატავთ კიდევ ერთხელ ჩვენს სათყოფნას, რომ კიდევ უფრო გავამყაროთ და გავაძლიეროთ ეს საფუძველი ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. და აქვე რა თქმა უნდა მინდა კიდევ ერთხელ მოვიწიო პრემიერ-მინისტრი პაშინიანი ჩამოგზავნდეს ვიზიტით ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ეს ვიზიტი შეიძლება მალე შედგება. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ გუთბილი მასპინძლობისთვის.